დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ციხეში შეყვანის დროს 11 მარტს ისიც გააშიშვლეს, აიძულეს ბუქნების კეთება, შემდეგ კი სკანერზე გაატარეს. ამის შესახებ ის ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს. ჩიკვაიძე ამავე განცხადებაში ამბობს, რომ შიმშილობის მე-20 დღეს მისი მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. კერძოდ, მისი თქმით, მარჯვენა ფეხზე შეექმნა მგრძნობელობის პრობლემა, ხოლო მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე. გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ყოფილვარ, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება. 11 მარტს, როდესაც შემიყვანეს ამ დაწესებულებაში, მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე. რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ან დაჭერით ემუქრება, არის დანაშაულებრივი და არის რუსული. ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს. დღეს ჩემი შიმშილობის მე-20 დღეა და მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. შევნიშნე, რომ გრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზე და ასევე მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე. თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა, ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება. ქართული ოცნების სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით 11 მარტს შეცვალა. ირაკლი პაპიაშვილის გირაო კი ძალაში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. ოცნების ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის.